მოგესალმებით როგორც ყოველთვის საზოგადოებას, ხო? მიმყოფებით ხო, მთიან ხო, ვიცნობთ აგერბრის ხედებზე უკვე პეიზაჟებით სად მიმყოფებით და რა მნიშვნელობა აქვს. ამას პირობითად ხო, პირობითად დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მით როცა საქმე გვაქვს და საქმე ეხება ეგრეთ წოდებულ სტეკლოპაკეს, ვიტრაჟებს ხო ამ შემთხვევაში. აი ესეთი სახით. ამას ქვია ჩვენ ენაზე ბარიერი, თქვენ ენაზე ქვია იმას, რომ არც ისე შემოიტანს იქიდან. და ცინესის და ეგრეთ წოდებული აი სამონტაჟო კაფე არის დაცული. ეს ნიშნავს იმას, რომ ეგრეთ წოდებული .rc წერტილი ხო, ეგრეთ წოდებული უკეცო არის, ეს იქნება უკვე გაუქმებული, ვინაიდან აქედან არაფერი არ გავა, სიტყვა არ გავა და იქიდან სიცივეს არ შემოგვიტანს. ასე არის მთლიანად, განხორციელებული. აი ასეთი სახით. ხო, ეს ეხება იმათ ხო, პერსონაჟებს აი ეს. ლაპებით რო გავაკეთებთ ხოლმე, ერთი აქ და ანკერების რო გავიწყდება ხოლმე რო გავუკეთოთ. აი ესეთი სახით კეთდება ეს პატივცემული, რასაც ქვია ბარიერი კიდე ერთი ვიზახი. კი ბატონო, ბრენდს არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ამ სოუდანი მშვენიერი ბრენდი არის ამ მიმართულებაში. ძალიან ბევრს აქვს ეს და ყველგან ასე არის გაკეთებული. აი როიძახით მე არაფერი არ მოწოს ძალასო მომწოს ის რაც აქვს კაი და ყოველთვის არის მიღებული აი ესაა ესეთი სახით რო აქცევდეთ ყურადღებას სტეკლოპაკეტებს ესაა აუცილებელი ხო ვინაიდან რაც არ მაგარი სიტყვა გავაკეთოთ ახლა ჩვენ შიგნით ხო გათბობის სისტემა თუ გვექნება დანაკარგი თუ არ გვექნება დაცული ეს და თუ დანაკარგები გათვალისწინებული ფუჭი არის ჩვენი ხო შრომაც ამუშავარის და ყველაფერის ვინაიდან რაც აურა მაგარი სიტყვა ავიღო ამ რადიატორი და დანაკარგი მექნება წინსწრებით ხო ძალიან ბევრი მიყურეთ ძალიან ბევრი მაკვირდები ძალიან ბევრი თან აქვს გაკეთებული გათბობის სისტემა და მე ვაიმე ხარჯი მოგდის მოგდით იმიტომ რომ არ ვითვალისწინებთ აი ესეთ პოდ ნიუანსებს დათბულება ამოკრა ყველა ხო ეგრეთ წოდებული უკი კრიტიკული წერტილების და მაშინ ეს ჩვენ ენაზე და თქვენ ენაზეც ნიშნავს ისა სიტყვა დავიჭეროთ შიგნით და არა